ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა, ყოველთვის იზიდავდა დიდი ოცნებებისა თუ მიზნების მქონე ადამიანებს. განვითარების არნახული შესაძლებლობების ფონზე სხვადასხვა წარმომავლობის უამრავმა ადამიანმა ამერიკაში ნამდვილად შეძლო თავის გამოვლენა და დიდძალი სიმდიდრის მოხვეჭა. დღეისათვის შტატებში მცხოვრები უცხოეთში დაბადებული მილიარდერი იმიგრანტების რაოდენობა 125-ს შეადგენს. მათი საერთო ქონება კი $1.3 ტრილიონ ფარგლებშია. ფაქტობრივად ისინი ქვეყნის სიმდიდრის 18%-ს აკონტროლებენ. მილიარდერი იმიგრანტებიდან ყველაზე მეტი 53 ადამიანი ტექნოლოგიურ სფეროში აქტიურობს, 28 კი ფინანსებში. შტატებში მცხოვრები უმდიდრესი იმიგრანტების ათეული კი სწორედ ასეთია. პირველ ადგილზე ხედავთ არამარტო უბრალოდ ამერიკის შეერთებული შტატებით, არამედ პლანეტის უმდიდრეს ადამიანს, ეს არის ილონ მასკი, რომლის ქონების შეფასება არის $393 მილიარდი ფარგლებში, ხშირად მისი ქონება 400 მილიარდსაც კი აჭარბებს, გააჩნია ტესლას აქციების ღირებულებას. მასკი მოგეხსენებათ არის ტესლას ხელმძღვანელი, ამავდროულად SpaceX-ის და XAI-ის დაფუძნებელი, ამას გარდა მას კიდევ არაერთი კომპანია აქვს, მათ შორის არის რა თქმა უნდა Neuralink, Boring კომპანია და ასე შემდეგ. თავად ეს მეწარმე მიუხედავად იმისა, რომ არის ამერიკელი და ამერიკის მოქალაქე, არის დაბადებული სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ ის 1995 წელს გადავიდა ამერიკაში კანადიდან. თავდაპირველად უნივერსიტეტში ჩააბარა მან, მაგრამ მალევე უნივერსიტეტიდან გამოვიდა და დააფუძნა სტარტაპი Zip2, რომელიც რამდენიმე წელს განმავლობაში ოპერირებდა და აქ საინტერესო მოსაზრებაც არის იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად მასკი ამერიკაში იმყოფებოდა არალეგალურად, რადგანაც ის იქ იყო სასწავლო ვიზით, თუმცა არ სწავლობდა. მან უნივერსიტეტი მიატოვა და დაიწყო სტარტაპის კეთება, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ის უკვე არის ამერიკის და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. ადგილს ამ რეიტინგში აგრეთვე ტექნოლოგიური ანტრეპრენიორი ყავებს, რომელმაც შექმნა ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ. ეს კომპანია არის Google-ის საძიებო სისტემა, რომელიც შექმნა სერგეი ბრინმა და მასთან ერთად შექმნა ეს ლარი პეიჯმა. თავად ბრინი დაიბადა რუსეთის იმ დროს საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში 1973 წელს, მაგრამ მოგვიანებით გადავიდა მისი მთელი ოჯახი მოსკოვიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან სერგეი ბრინი არის წარმოშობით ებრაელი და იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში იყო გარკვეული კითხვის ნიშნები მასთან დაკავშირებით, ხომ არ შეექმნებოდა ებრაული წარმოშობის ადამიანებს საფრთხე, ამიტომაც მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ გადაბარგებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და პრინციპში ეს ალბათ მათ ცხოვრებაში იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან მოგვიანებით ამერიკაში გაიზარდა სერგეი ბრინი, რომელმაც სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო ლარი პეიჯი, მათ ერთად შექმნეს სტარტაპი, მოგვიანებით ამ სტარტაპს დაერქვა Google და Google დღეს უკვე რაც არის ყველამ კარგად ვიცით, ეს არის არა მხოლოდ საძიებო სისტემა, არამედ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური გიგანტი, რომელიც ფაქტობრივად ყველა სფეროში ოპერირებს და ღირს რამდენიმე ტრილიონი $. თავად სერგეი ბრინს რაც შეეხება, მას აქვს ზოგადად კარგი ჯანსაღი ცხოვრების სტილი და ცოტა ხნის წინ მან გარკვეული კვლევები ჩაიტარა, რომელთა შედეგად დადგინდა, რომ მას აქვს კონკრეტული გენის მუტაცია, რომელიც უბიძგებს ადამიანს მიიღოს პარკინსონის დაავადება და მას შემდეგ $150 მილიონ-ზე მეტი დახარჯა მან ამ დაავადების კვლევისთვის და ზოგადად ის ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედია ტექნოლოგიურ ანტრეპრენიორებს შორის. კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი, რომელიც არის ამჟამად ამერიკელი, თუმცა წარმოშობით არ არის ამერიკელი, ეს არის Jensen Huang-ი, ის ტაივანიდან არის წარმოშობით და ის არის არც მეტი არც ნაკლები პლანეტის ყველაზე მსხვილი კომპანიის დამფუძნებელი. მისი კომპანია Nvidia $4.250 მილიარდადაა შეფასებული, თავად ის კი, როგორც ხედავთ, შეფასებული არის დაახლოებით $140 მილიარდ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეწარმე და ინოვატორი არის ის პლანეტაზე, რომელიც ამერიკაში ჩავიდა 9 წლის ასაკში, როდესაც მშობლებმა გადაწყვიტეს ტაივანის დატოვება და ამერიკაში გადაბარგება. განსხვავებით წინ ანტრეპრენიორებისგან მას სტენფორდში, იელში და ესეთ უნივერსიტეტში სწავლის საშუალება არ ჰქონია, ის საკმაოდ დაბალი განათლების ადამიანი იყო, მარტივად რომ ვთქვა და სხვათა შორის ის მუშაობდა წლების განმავლობაში კვების ობიექტში. ამის შემდეგ ის აღმოჩნდა AMD-ში და სწორედ AMD-ში გაჩნდა Nvidia-ს დაფუძნების იდეა, რომელმაც გაამართლა და რომელმაც რეალურად მოგვცა პლანეტის ყველაზე მსხვილი კომპანია. Jensen Huang-ის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს ადამიანი, რომლის სახელი და გვარი მაინც ცნობილი არ არის საქართველოში, მაგრამ ის ფინანსებისთვის არის და ფინანსისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რადგან მან შექმნა Interactive Brokers-ი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბროკერო სააგენტო
მთელ მსოფლიოში. ამ ადამიანის სახელი და გვარი არის ტომას პეტერფი და ის დაიბადა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჯერ კიდევ 1944 წელს. 22 წლის შემდეგ 1965 წელს ის გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმ დროს სხვა შორის არც ინგლისური ენა იცოდა და დიდად არც სხვა მსგავსი რა, მაგრამ დაიწყო მუშაობა საინჟინრო არქიტექტურულ კომპანიაში, სადაც მუშაობდა ნახაზების შემდგენელად. ადრე ადამიანი არსებობდა, რომელიც ნახაზებს ხაზავდა. ცხადია, ეს ის დროა, როცა ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები ციფრული არ არსებობდა. მოგვიანებით ის დასაქმდა ამერიკის ერთ-ერთ საფონდო ბირჟაზე და სხვა შორის ძალიან უცნაური გზით შეიტანა იქ კომპიუტერი ფარულად, ცხადია, რადგან იმ დროს ეს შეუძლებელი იყო და იქ დაიწყო კონკრეტული დეტალების გარკვევა და შექმნა ალგორითმული ტრეიდინგის სისტემა. ეს არსებობდა, ეს მის გამოგონება არ არის, მაგრამ მან იმდენად დახვეწა ეს, რომ მოგვიანებით უკვე 90-იან წლებში Wall Street-ის ოქროს ხანა წოდებულ პერიოდში შექმნა Interactive Brokers-ი, რითაც მოკლედ მისცა ადამიანებს, ძირითადად ამერიკელებს, სვდომა მსოფლიოს 150-ზე მეტ ბაზარზე, საიდანაც ისინი ვაჭრობენ, ყიდულობენ აქციებს, აინვესტირებენ საკუთარ კაპიტალს, რათა მიიღონ მომავალში უფრო დიდი ამონაგები და მარტივად რომ ვთქვა, ტომას პეტერფი მისცა ადამიანებს საშუალება გლობალურ კომპანიებში ინვესტირებისა, რამაც ძალიან დიდი დოლარი შეუქმნა უშუალოდ მათ და ამერიკის შეერთებულ შტატებს. კიდევ ერთი იმიგრანტი, რომელმაც ამერიკის ეკონომიკას დიდი სარგებელი მოუტანა, ეს არის მარიამ ადელსონი, რომელიც არის ისრაელიდან წარმოშობით, ის მთელი ცხოვრება ალამის უკვე ამერიკაში ცხოვრობს, მისი ქონება აჭარბებს 33 მილიარდ დოლარს და მის მფლობელობაში არის ლას-ვეგას სენს. ეს არის ყველაზე დიდი სამორინეების, კაზინოებისა და სასტუმროების ქსელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით ლას-ვეგასში არის ის წარმოდგენილი და ასევე აზიურ რეგიონებშიც შეხვდებით მის შესანიშნავ შენობებს, აგრეთვე მის მფლობელობაში არის Dallas Mavericks-ი, რომელიც არის სპორტული კლუბი. თავად ამ ადამიანმა ეს კომპანია მის მეუღლესთან ერთად დააფუძნა და ამ კომპანიის კაპიტალიზაცია ჯამურად ბევრად აჭარბებს მისი ქონების შეფასებას და ის არის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე, რომელიც ამავდროულად არის ამერიკელი და თანაც იმიგრანტი. აი ესეთი იყო დღევანდელი რეიტინგები, ჩვენ წარმოგიდგინეთ ის ყველაზე მდიდარი ადამიანები, რომლებიც სადღაც სხვაგან დაიბადნენ, მაგრამ მოგვიანებით ბედის ამარა დარჩნენ და მოხვდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შექმნეს ძალიან დიდი დოვლათი საკუთარი თავისთვის.